არასაპარლამენტო პარტიების სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი განცხადებით არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოა შექმნილი. მათი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იგრძნობა დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც კანდიდატები აცხადებენ, მათ არ აქვს საჭირო სარეკლამო დრო, რათა ამომრჩევლს საკუთარი პრიორიტეტები გააცნონ. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ვართ წარმოდგენილი არაპრივილეგირებული ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც ძალიან გვაწუხებს ეს პრობლემები, ეს არის მედია არათანაბრობა და ამ შემთხვევაში მე გულისხმობ უფასო საეთერო დროს, რომელიც რატომ არა გვაქვს ჩვენ მაგალითად არასაპარლამენტო ოპოზიციას ვერავინ პასუხს ვერ გვცემს ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კვალიფიციური სუბიექტი, სხვა კვალიფიციურ სუბიექტებს, რომელთა რეკლამები გადის, აქვთ უფასო საეთერო დრო, ჩვენ არ გვაქვს. მიმდინარეობს არჩევნებში სასურველი შედეგის დაყენების მცდელობა აქვს ხელისუფლებას, აგრეთვე მის სატელიტებს, ნაციონალებს და ბურჯანაძეს, რომლებიც არიან შეთანხმებული, რომ როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე ეხლაც უნდა დადონ წინასწარ მათთვის სასურველი შედეგი და ამაზე არჩევნების დღეს, ისევე როგორც ეს მოხდა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ბაქრაძემ და ბურჯანაძემ უნდა გამოაცხადონ ამის ლეგიტიმაცია. ის პრობლემები, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, ძირითადად შეეხება საკანონმდებლო ხარვეზებს და პრობლემებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და დღეს ბუნებრივია მთელი სიმწავით დადგა. პირველ რიგში ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, როგორც იცით, დღეს მხოლოდ ორი საარჩევნო სუბიექტი აკომპლექტებს მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას და სხვა პარტიებს არ აქვთ შესაძლებლობა, რაც არის საკანონმდებლო ხარვეზი